თავდაპირველად დავიწყოთ სწორედ დანაშაულის ადგილით, სადაც საგამოძიებო მოქმედებები უკვე რამდენიმე საათია რაც გრძელდება. ტერიტორია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული და ბუნებრივია ტერიტორიაზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. უშუალოდ იმ ადგილას, სადაც პირველების ინფორმაციით 40-მდე მოქალაქის ცხედარი იპოვეს, ექსპერტ კრიმინალისტები არიან მობილიზებული, რომლებიც ატარებენ ახლა იმ ტერიტორიაზე დათვალიერებას და იმ მტკიცებულებების ამოღებას, რომლებმაც შესაძლოა რომ ამ ტერიტორიაზე იყოს, რაც შემდგომში გამოძიებისთვის იქნება საჭირო. როგორც პირველებს გვაქვს ინფორმაცია, მოკლულია 40-მდე მამაკაცი, ეს არის რუსეთის მოქალაქე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა საქართველოში. პირველების ინფორმაციით მას საზღვრის კვეთა 26 აგვისტოს უფიქსირდება. ის რამდენიმე დღის განმავლობაში იყო თბილისში, გუშინ კი გვიან ღამით მასივი იარაღით მიაყენეს დაზიანებები, რის შემდეგაც რუსეთის მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. რა გახდა ამ სისხლიანი ანგარიშწორების მიზეზი? ბუნებრივია გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როგორც პირველებს გვაქვს ინფორმაცია, ჯერჯერობით პირი, რომელმაც ცივი იარაღით რუსეთის მოქალაქეს დაზიანებები მიაყენა, დაკავებული არ არის. მას ახლა ძალოვანი უწყების თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. როგორც გითხარით, ბარათაშვილის აღმართზე მიმდინარეობს ახლა საგამოძიებო მოქმედებები. ექსპერტ კრიმინალისტები, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან ამ ტერიტორიაზე მობილიზებული და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სკვერი, რომელიც ახლა ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამ ტერიტორიაზე არ არის არც ერთი სათვალთვალო სამეთვალყურეო კამერა დამონტაჟებული, რაც დამატებით კითხვის ნიშნებს ბადებს, როგორ შეძლებენ ძალოვანი უწყების თანამშრომლები იმ პირის იდენტიფიცირებას, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა. ბუნებრივია, ჩვენ ვესაუბრეთ აქ მყოფ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ნაწილობრივი ინფორმაცია იმისა, თუ რა გახდა ამ სისხლიანი ანგარიშწორების მიზეზი. ისინი ამბობენ, რომ გამთენიისას, როდესაც ისინი ამ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ, იპოვეს ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი, რის შემდეგაც ბუნებრივია მათ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და როგორც თავად ადგილობრივები გვიყვებიან, დილიდან ამ ტერიტორიაზე ექსპერტ კრიმინალისტები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები არიან მობილიზებულები. ახალგაზრდა მამაკაცი არის მოკლული, არ არის საქართველოს მოქალაქე, როგორც ვიცით. 2 დღის წინ აქვს გადმოყვეთილი რუსეთის საზღვარი. ამბობენ, რომ სპარსში დაიწყო დაპირისპირება და ამის შემდეგ კამერებით ბარათაშვილის მიმართულებით მოდიან. კამერა აქ არსად არ მუშაობს, ვერ მოხდა იდენტიფიკაცია საერთოდ რა მოხდა და რა ვითარებაში მოხდა. აქ ცხოვრობა რა ხმა ესეთ დაპირისპირებას არ ყოფილა. საერთოდ არ ნაირი. იცნობდნენ ერთმანეთს ვისთან დაპირისპირება? ვერ გეტყვი, წესთარა. დაახლოებით რა ასაკის იქნება? 40-მდე. რამე დაპირისპირება რამე ხო არ გაგეგიათ? არა, ჩვენ მანქანები რომ მან პოლიციელები დიდი ხანია რაც ადგილზე მუშაობენ? დილის ჩვენ თულა მიგხავთ მანდები და რომ ღამე დაკეტილები ვართ და დღე მოვედით. დილით რომ ახვეთ პოლიცია დაგხვდათ? არ ვიცი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიება 100 მერვე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჯერჯერობით პირი, რომელმაც 40-მდე მამაკაც ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და ადგილზე გარდაიცვალა, მიმალა შეძლო და ის ამ პერიოდის განმავლობაში არ არის დაკავებული. ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, მოახდინეს თუ არა ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა იმ პირის იდენტიფიცირება, რომელიც სისხლიანი ანგარიშწორების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. ადგილობრივები პირველებს გვიყვებიან იმასაც, რომ ამ დაპირისპირებაში მხოლოდ ერთი პირი არ მონაწილეობდა, მათი ინფორმაციით ამ დაპირისპირებაში 3 მოქალაქე იღებდა მონაწილეობას. პირდაპირ ეთერში ირაკლი ბახტაძე საუბრობდა.